იუსტიციის მინისტრის მიერ დიდ მოგზაურად წოდებული კოტე კუბლაშვილი დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებს შეხვდა. თეატრულუკიანის ბრალდებით კუბლაშვილის მოგზაურობა მოსამართლეების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას ემსახურება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ქუთაისში მოსამართლეებთან შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებიც გამოეხმაურნენ. კოტე კუბლაშვილის დასავლეთ საქართველოში ვიზიტი და განცხადებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო განხილვამდე. დიდი მოგზაური კოტე კუბლაშვილი. იუსტიციის მინისტრმა ასე შეაფასა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც დასავლეთ საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ შეიტყო. კოტე კუბლაშვილი ქუთაისში მოსამართლეებს გუშინ დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კუბლაშვილი მოსამართლეებს სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად შესაქმნელ ჯგუფთან დაკავშირებით ესაუბრა. ეს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არ დაადასტურა. მისი განცხადებით მოსამართლეებთან ტრადიციული შეხვედრა ჰქონდა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ისაუბრეს და მთავარ საკითხად მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა დააყენეს. მე მათ მივაწოდე ყველა ინფორმაცია იმ უახლოეს გეგმებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი და ყველაზე მთავარი და რაც ყველა მოსამართლისათვის არის ძალიან სასურველი, ეს არის უვადოდ დანიშვნა მათი. არა მხოლოდ იმ მოსამართლეებისა, რომლებიც ახალი მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა, რომლებიც 10 წლით არიან დანიშნული, მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა უვადოდ. ბატონი კოტე კუბლაშვილი დიდი მოგზაურივით დადის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ხვდება მოსამართლეებს და ეუბნება ერთ მარტივ რამეს, რომ თუ მოსამართლეები არ შეიკრიბებიან მის გარშემო, მათ ელით გარედან საფრთხე. მე მინდა ცალსახად განვაცხადო და საქართველოს მოსამართლეთა კორპუსს უთხრა, რომ კოტე კუბლაშვილი მათთვის არავითარი ტიპის იმუნიტეტი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება. მოსამართლეებისთვის იმუნიტეტი გადის სიმართლეზე და იმ კონფერენციაზე, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ თავისუფალ პირობებში. კოტე კუბლაშვილის დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. თუმცა მისი განმარტებით მოსამართლეებსა და პროკურორებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ერთადერთი გარანტია კანონმორჩილება იქნება. თინა ხიდაშელის თქმით, სასამართლო რეფორმა პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაშიც გატარდება. მოსამართლეების მიზანი კი საკუთარი სინდისისა და კანონის მორჩილება უნდა იყოს. ქვეყნის კანონი და საერთაშორისო დოკუმენტები ამ ორადორ ვალდებულებას აკისრებს მოსამართლეს. იმოქმედოს კანონის შესაბამისად და შინაგანი რწმენით. და ეს არის სრულიად ცალსახა, ეს არის განსხვავება იმ საქართველოსთან, რომელშიც ისინი საქმიანობდნენ ამ 9 წლის განმავლობაში. ხაზგასმით და აბსოლუტურად გასაგებად უნდა ითქვას, რომ არავის გვერდში დგომა არც კუბლაშვილის და არც წულუკიანის და არც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის არ იქნება არაფრისგან დაცვა და გარანტია, ერთადერთი ასეთი გარანტიებს იძლევა მოსამართლის მხრიდან მის მასზე დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და თეატრულუკიანის მიერ კოტე კუბლაშვილის შეხვედრით დაინტერესება ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის მიუღებელია. გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მოსამართლეებს ნებისმიერ დროს შეხვდეს და ეს არავის საქმე არ არის. მინისტრის შესაფასებელი ნამდვილად არ არის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე საწავა და ვის შეხვდება. პოზიციები აქ ნათელია ჩვენთვის, ისიც ვიცით ქალბატონ წულუკიანს რა უნდა და რა დამოკიდებულება აქვს სასამართლოსთან, ისიც ვიცით რა მეთოდებით უნდა მას სრული კონტროლი განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან სასამართლოზე, ისიც გვახსოვს რა მეთოდებს იყენებენ მოსამართლეების დასაშანტაჟებლად. კოტე კუბლაშვილის მოსამართლეებთან შეხვედრის პარალელურად საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განსახილველად პარლამენტი ემზადება. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მომდევნო კვირის სესიაზე ისინი მიხეილ სააკაშვილის ვეტოს დაძლევენ და კანონი ამოქმედდება.